მოგესალმებით, მოგეთილი იყოს გამომბრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მზისგან დამცავების შესახებ, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. Instagram stories-ზე გითხეთ, რომელი იყო მზისგან დამცავები, რომელთა შესახებ გინდოდათ რომ ერთ ვიდეო ჩამეწერა და უფრო დეტალურად მესაუბრა. რამდენიმე პროდუქტი მეორდებოდა, ან კონკრეტული ხაზი მომწერეთ ბრენდის შესაბამისად ზოგადად ვისაუბრებ ამ ხაზების შესახებ და დანარჩენი უფრო კონკრეტული პროდუქტები გვაქვს, მაგალითად ერთ-ერთი ხაზი, რომლის შესახებაც ასე ვთქვათ, ერთიანად მთლიან ხაზი მომწერეთ, ეს არის ლაროშეს ანთელიოს ხაზიდან მზისგან დამცავები და არაჩვეულებრივი ხაზია, არაჩვეულებრივი მზისგან დამცავები აქვთ, კრემი, ლოსიონი, ფლუიდი, შეფერილი, არაჩვეულებრივი მზისგან დამცავები აქვთ, ლორიალის ექსკლუზიური ფილტრები, რომლებიც არაჩვეულებრივ მაღალ ფართო სპექტრის დაცვას გთავაზობენ, სხვადასხვა ტექსტურით, სხვადასხვა კანის ტიპისთვის, იქედან გამომდინარე, ფლუიდი უფრო ვთქვათ, ცხიმიანი გამოკანისთვის გამოგადგებად, კრემი უფრო მშრალი კანისთვის და უფრო ცივი სეზონისთვის გამოგადგებად, მე მაგალითად კრემი მაქვს მათგან გამოყენებული. Თამის თავსახურით, რომელიც სამთრის სეზონზე დავცალე, არაჩვეულებრივი ფილტრები, რომელიც საკმაოდ ძლიერ ფართო სპექტრის დაცვას გთავაზობენ, განსაკუთრებით როცა UVA გამოსხივებას ეხება საქმე, რომელიც საკმაოდ ღრმად აღწევს სახის განში და ელასტანს და კოლაგენს შლის. არაჩვეულებრივი ხაზია, არაჩვეულებრივი მზისგან დამცავები აქვს. ეხლა ვნახე, რომ გადავხედე, რომ ახალი მზისგან დამცავი გამოიტანეს კიდე ანთელიოს ხაზიდან მატ ეფექტით, არ ვიცი რომელიმე სხვა ჩაანაცვლეს თუ ეს დამატებით ექნებათ SPF 50+-ი, მატ ეფექტით 40 მლ-იანი შეფუთვით, ესეც თხელი ტექსტურის დაახლოებით ფლუიდის მსგავსი იქნება, არაჩვეულებრივი ფილტრებით, განსაკუთრებით ახლა ცხელ სეზონზე. მოკლედ, ანთელიოს ხაზიდან ნებისმიერ მზისგან დამცავ შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია, ლაროშე მაინდამაინც ბიუჯეტური ბრენდი არ არის და მე ყოველთვის მოხდეს მომენტი, რომ მზისგან დამცავი ძვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან კარგი ხარისხის მზისგან დამცავებში იხდით თანხას. არაჩვეულებრივი პროდუქტები აქვს ამ ხაზიდან, თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ რა გამოგადგებათ და სულ ეგ არის. შემდეგი პროდუქტი იყო მისშას ხაზიდან, მათი სანბლოკის ხაზიდან ესენცია, ერთი რძია, ერთი ლოსიონია, ერთი კრემია, სხვადასხვა ტიპის. მე მათგან რა მაქვს გატესტილი? ეს ესენცია მაქვს მგონი გატესტილი, იმიტომ რომ ეგ შეცვალეს, ძველი შეფუთვები გამოცვალეს და ახალ შეფუთვებში გადაიტანეს პროდუქტები და არ ვიცი მართალი გითხრათ ინგრედიენტებში დიდად შეცვალეს თუ არა. რამე მე მგონი მაგ მხრივ ერთი და იგივე დარჩა ეგ ამბავი, ანუ აქვთ წყალგამძლე ვერსია, აქვთ მატ ეფექტით, აქვთ გლოუ ეფექტით, იქიდან გამომდინარე თქვენ რომელი გაწყობ. ეხლა ტონ აპიც აქვს მე მგონი, ერთ-ერთი მაგას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს, რომ უფრო მოთეთრო ეფექტს დატოვებს კანზე და მაგას მიაქციეთ ყურადღება, რამდენად გინდათ და გაწყობთ ეგ ამბავი. ისე პარფიუმით არის ეგ მზისგან დამცავები, თუ ეგეც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ეგ გაითვალისწინეთ. სხვა მხრივ, როცა მზისგან დამცავ ფილტრებს ეხება საქმე, არაჩვეულებრივი არჩევანია, ძალიან კარგი. მე ტექსტურა იმ ერთის რაც გამოვიყენე, ძალიან მომეწონა და დიდი სიამოვნებით შევიძენ, ჩემი მეგონი აქვა იყო. ისე ცოტა დამაბნეველი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მეგონი დასავლური ბაზრისთვის ცოტა სხვანაირი შეფუთვები აქვს, კორეული ბაზრისთვის ცოტა სხვანაირი შეფუთვები აქვს. ისე მან ახალი და ძველი თაობის ქიმიური ფილტრები იყო იმაში, რაც მე მქონდა. თუ არის თქვენთვის ეგ დეტალი მნიშვნელოვანი, ძველი და ახალი თაობის ქიმიური ფილტრების კომბინაცია, მაგას მიაქციეთ ყურადღება და ერთ-ერთი და პარფიუმი მართლა ბევრი აქვს. შეგინით, ამიტომ არც რამდენი ხსნობიარე კანი გაქვთ და რამდენი გამოგადგებათ, ისე კანის ტიპს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მატ ეფექტით, გლოუ ეფექტით, კანის ტიპის მიხედვით, რა და რომელი გამოგადგებათ, მაგას შეგიძლიათ მივყვეთ. წყალგამძლე მზისგან დამცავი მკითხეთ, ევროპული ბაზრიდან რა შემიძლია რომ გირჩიოთ და სხვათა შორის ახლა choices ტესტმაც დამიდასტურა, რომ ლაროშეს არაჩვეულებრივი მზისგან დამცავები აქვს და ანთელიოს ეს მზისგან დამცავიც არაჩვეულებრივია. ევროპული ვერსია ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ფილტრებს როცა ეხება საქმე, ერთი და იგივე ფილტრების შესახებ საუბრობთ. ეს დიდი შეფუთვა რეალურად სხეულისთვის არის, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, სახაზაც გატესტეთ. არაფერი ისეთი არ აღშინეთ. მშრალი ალკოჰოლი არის სხვათა შორის, მაგრამ მე მზისგან დამცავს როცა ეხება საქმე, მან მშრალი ალკოჰოლის პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ ეს ეხმარება მას, რომ სწრაფად გაშრეს მზისგან დამცავი და დაჯდეს და არ აიქერცლოს და თან ეხა მზისგან დამცავი დამატენიანებელი არ არის, ქუჩის წაისმაშენს დამატენიანებელს და ეგ არის. ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით, წყალგამძლე. ისე ცალკე სახისთვისაც აქვს ამისი ვერსია. თუ უფრო გრძნობიარე კანი გაქვთ და ფორების პრობლემა გაქვთ და მაინც უშუალოდ ცალკე სახისთვის ხოლოდ მაგას გამოიყენებთ, როცა მზისგან დამცავს ეხება საქმე. კი ბატონო, სახისთვისაც აქვთ არჩევანი, მაგრამ ესეთი კარგი მზისგან დამცავია. სახეპილოს სხეული შეგიძლიათ გამოიყენოთ, მოცულობაც დიდია, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებიც აქვს, გლიცერინის ბაზისი, არაფერი არ არის შეგნით ისეთი, რაც
თუნდაც პრობლემურ კანზე შეგაწუხებთ ახალი თაობის ქიმიური ფილტრები როგორც გითხარით და წყალგამძლე და თან ძალიან კარგი ტესტი დადო ეხა choices ტესტირებაზე. ესვე არის sun extreme-ზე მკითხეთ. ეს შერეულია ახალი და ძველი თაობის მომსალეით არის და ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით და პარფიუმი აქვს შექმნით, ოღონდ სულ ბოლო ინგრედიენტების სიაში და ეთერზე თებს ვერ ხედავ, მხოლოდ პარფიუმი წერია. ცუდი ფილტრები არ აქვს, ვერ გეტყვით რომ La Roche-ის ფილტრები აქვს. არა, მაგრამ დაცვას შემოგთავაზებთ, ცუდი ფილტრები არ არის, ალკოჰოლის გარეშეა, სხვა რამე ესეთი განსაკუთრებული ინგრედიენტების შიგნით არ არის, თეთრ კვალს ესეც არ დატოვებს და აქაც საკმაოდ კარგი არჩევანია, როცა სხვა კანის ტიპისთვის მზისგან დამცავებს ეხებათ საქმე. ეს გელის ტექსტურით არის, როგორც მომწერეთ კომბოცხიმიან კანზე იყენებთ, ნუ შემიძლია წარმოვიდგინო რატომაც, იმიტომ რომ ეს გელის ტექსტურა უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება. ექსტრემალური სიტუაციებისთვის ასე აწერიაზეთ, არ ვიცი, მას გულისხმობენ რომ ფილგამძლე, წყალგამძლე არის. ცოტა უცნაურადაა აქ ფორმულირებული, ანუ წყალგამძლე რო იყოს, მაშინ ეწერებოდა წესით პირდაპირ. არ ვიცი ხა ზუსტად როგორ გავიგო. ხო ხტებთ თუ დატესტილია და ტესტის შედეგები გაქვს. მაშინ გაქვს უფლება რომ თქვა წყალგამძლე დააწერო ზედ. შეიძლება თვითონ ფიქრობენ რომ ასეთია, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში კარგად დაგიცავს უბრალოდ გატესტილი არა აქვს და არა აქვს უფლება რომ პირდაპირ წყალგამძლე გამოიყენონ სიტყვა დააწერონ ზედ. არ ვიცი, მაგრამ ანუ ეგეც აწერიაზე რომ ექსტრემალური სიტუაციებისთვის არის, რაც ციხა ხანძრის დროს ვერ დაგეხმარება, ხო? ექსტრემალური ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ კარგად გიცავს ფიზიკური აქტივობის დრო. ამიტომ მაგაში წესლით ან ფილგამძლე, ან წყალგამძლე, ან ორივე იგულისხმება. წყალგამძლეზეც მანდაც თემა არის, ხა 40 წუთი, 80 წუთი და ამ 40 და 80 წუთის შემდეგ რამდენად იწერს მზისგან დამცავი SPF-ი, ეგეც უნდა იყოს მითითებული. ეგეც წესით რეგულირებული არის, ანუ 50%-ზე ქვემოთ არ უნდა წამოვიდეს, თორე წესით არ აქვს უფლება რომ დააწერონ წყალგამძლე. შემდეგი ნორევას მზისგან დამცავი გაინტერესებდათ ორი. ერთმანეთს ხოთაშორის მომწერეთ, რომ საბავშვოს ხმარობო ნორევასო კრემს გულისხმობთ თუ, ანუ მე ოფიციალურ საიტზე საბავშვო მარტო სპრეია მომიგდო. ანუ შეიძლება თქვენც ხა აქ სპრეი გულისხმეთ, უბრალოდ არ დაგიკონკრეტებიათ, მაგრამ მხოლოდ სპრეი საკმარისი არ არის. ოკეი, პირველი ის გავარკვიოთ. საბავშვო არა საბავშვო მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვებისთვის ცალკე ქიმიური ფილტრები არ არსებობს. ამ ქიმიურ ფილტრებს აქ ბავშვებისთვის ხარშავთ და აქ 30+-ისთვის ხარშავთ, ეგეთი დაყოფა არ არის ლაბორატორიაში. ფილტრია. რომ მტკიცდება ფილტრი და როგორც მზისგან დამცავი ფილტრი გამოდის ბაზარზე, იმას ასაკი შეზღუდვა არ აქვს. ნუ მზისგან დამცავის გამოყენების რეკომენდაცია არის ზოგადად 6 თვე და პლუსი. 6 თვემდე წესით ბავშვს მზეს არ უნდა გააკარო. წესით პედიატრების რეკომენდაცია არის ასეთი და უმეტესობა ბრენდების საბავშვო მზისგან დამცავს აწერიათ 6 თვიდან. ნახავთ რაღაცა მზისგან დამცავებს, მგონი ნორევას კი არა, არ ვიცი. ზუსტად რომელი ბრენდი იყო. იმასაც კი 3 თვიდანაც. ანუ თუ ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ ბავშვი თან ყავთ და ზიანი ამინდია, ანუ ხო ხდებით, ფიზიკურად ვერ მოარიდებთ ბავშვს ეს. ესეთი სიტუაცია არის. ნუ არის რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მზისგან დამცავები ბავშვებისთვის, შესაძლოა გამაღიზიანებლების გარეშე, ალკოჰოლის გარეშე, პარფიუმის გარეშე. თქვათ თუ თვალში წვასთან და რაღაცასთან შეიძლება გქონდეს საქმე, რომ თვალში ხელი მოისვეს და შეიძლება მინერალური მზისგან დამცავები გამოიყენო. არის რა თქმა უნდა ვერსიები მაგისთვის, რომ თქვათ ასეთი პატარებისთვის რაღაცა გქონდეს. მაგრამ წესით 6 თვიდან არის ბავშვებისთვის მზისგან დამცავი რეკომენდირებული. აქედან მოყოლებული დიდის და პატარის მზისგან დამცავ ფილტრებში სხვაობა არ არის. ამიტომ ბავშვის მზისგან დამცავს ვიყენებდა და მიცავს თუ არა, თქვენ მზისგან დამცავი ხო ვერ ხვდება ხა ეს ბავშვზე გამოიყენეთ თუ დიდზე. ხო ხვდებით რას ვამბობ? ანუ ეს რაღაცა ელექტრომოწყობილობის შესახებ ვსაუბრობთ, რომ ამოიცნოს, ой ეს 6 თვის ბავშვის კანია და ой ეს 30 წლის ქალის კანია. თუ პროდუქტი ფუნქციონირებს. ის ხო ვერ არჩევს ხა ბავშვს წაუსვით თუ დიდს. და დამზადების პროცესს რაც შეეხება, მან სხვაობა არ არის. ფილტრია, ბავშვებისთვის ცალკე ფილტრებს არ იგონებენ. პირიქით, წესით, ბავშვებისთვის მზისგან დამცავები არის შესაძლოა გამაღიზიანებლების გარეშე, ხა რაც ვახსენეთ, მშრალი ალკოჰოლი, პარფიუმი, ეთერზეთების გამაღიზიანებლები, რაც ბავშვებისთვის ნაკლებად არის ასეთ სათუთ პატარა კანზე სასურველი და პირიქით, თუ თქვენ ძალიან გრძნობიარე კანი გაქვთ, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენ მზისგან დამცავი და პირიქით რაღაცა უფრო კარგი იპოვოთ გრძნობიარე კანისთვის. წესით ეგრე უნდა იყოს, მაგრამ ნახავთ, სხეულისთვის განსაკუთრებით ბავშვის სხეულისთვის მზისგან დამცავებს გადენილია ეთერზეთებით. წესი სამწუხარო და რეგულაცია მაგაზეც არ არსებობს. ბრენდი თვითონ თუ არ გადაწყვეტს, რომ არ უნდა რომ გამოიყენოს ეგ ინგრედიენტი. ამიტომ მაგ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ერთადერთი თემა აქ არის, მე ვნახე მათი ეს ბერგასოლ, არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქმის, ეს ბერგასოლის ხაზი აქვს ნორევას, დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც აქვს რა თქმა უნდა ამ ხაზი და მზისგან დამცავები. 200 მლ-იანი სპრეი ვნახე ერთადერთი, რომელსაც kids, ანუ ბავშვები ეწერა ზედ. და სპრეი არ არის თვითონ საკმარისი. ანუ თუ ქვეშ გისვიათ სქელი ფენა თქვენი ძირითადი მზისგან დამცავი კრემი, ზემოდან განახლებისთვის მაკიაჟი მისვია და რა ვქნა, საერთოდ არაფერს მოდი სპრეი იყოს, კი ბატონო. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ
აეროზოლი რო დაამზადო, იმდენი არ ვიცი ამ ინგრედიენტს ქართულად რა ქვია. ანუ გაზის ფუნქციას რაც ასრულებს, რომ ეს სპრეი გამოვიდეს, რომ სპრეის ფორმა მიიღოს, ანუ მარტო როგორც თუფში კრემია, აურიე ერთმანეთს შეწყობილ ჩაასხი თუფში და კრემია, ესე ხო არ არის. ეს გაზი რაც არის, რომ ეს სპრეი გამოვიდეს, ის ძალიან დიდ ადგილს იკავებს ამ ბოთლში. ზისგან დამცავისთვის იმდენი ადგილი აღარ რჩება იმ შეფუთვაში. აი 200 მილilitrიანი ზისგან დამცავი სპრეის გულისხმობ. მაქსიმუმ 5-6 გამოყენებაზე უნდა დაცალოთ. თუ გინდათ რომ საკმარისი რაოდენობის სპრეი მიიპყუროთ სახეზე. მესმის იგიშია ხო? ეგრეა. ჯერ მარტო ჰაერში იფანტება იმდენი. იმის ნახევარი ხვდება სახეზე, რასაც ჰაერში აპყურებთ. და თვითონ შეფუთვაშიც იმდენი არ არის. ანუ SPF 50 რო აწერია, ზეთ ის SPF 50 რო მიიღო, მაშინ შიგნით SPF-ის რაოდენობა უნდა შეამცირო. როგორც წესი, ამიტომ ხოლმე სპრეი უფრო დიდი მოც თუნდაც სახისთვისაც, ნუ მინი ზომებსაც ნახავთ რა თქმა უნდა, ხა ჯანმრთელში ჩასაგრებაც ან წასაგრება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უფრო 150, 200, 250, ანუ დიდი მოცულობის, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობა გჭირდებათ. არავინ არ იყენებს, ან არავინ არ იპყურებს, ძალიან ძვირი სიამოვნება გამოდის. ეხლა ამას თუნდაც საბავშვს 22 ევრო აწერია ოფიციალურ საიტზე. ნუ მესმის რომ აფთიაქებში მსავალოდ მაგ ფასი, ნუ ქართულ აფთიაქებში არ გამიკვირდება, მაგრამ ნუ ოფიციალურ საიტებზე ოდნავ ყოველთვის უფრო ძვირი ფასები აქვთ ხოლმე. წარმოიდგინეთ ერთ სეზონზე რამდენი 22 ევრო დაგჭირდებათ. მარტო სპრეიზე თუ ხართ დამოკიდებული. 22 ევროთ 2 ცალ კრემის ფორმის მზესგან დამცავს იყიდით 60-70 მილilitrიანი შეფუთვებით. ორი თვე რო გაყოფათ იმდეს. ანუ ხდებით ასე რომ სპრეიებზე მხოლოდ სპრეის იმედზე ნუ იქნებთ. მაკიაჟი მისვია და საერთოდ არაფერს, საერთოდ არ განახლებას და მზეზე ვარ და რაღაცა თუნდაც SPF 50-დან SPF 28 რომ მაინც მივიპყურო სახეზე უკვე კარგია. არ დავიწვევი მაინც, მაგდენი მაინც ხო ცოტა არ არის. მხოლოდ სპრეის იმედზე ნუ იქნებით. ნუ ცხელზე, ნუ სახეზე, არასდროს, არც ერთ სეზონზე. მაგისთვის მაგდენ სპრეის არავინ არ ვიყენებთ. ეგ ძალიან ძვირი სიამოვნება. ვერ ვიყენებთ ფიზიკურად მაგ რაოდენობისას და დაგენანება უბრალოდ. 22 ევროიანი სპრეი მაგდენ იყო. ანუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სპრეი, რომელიც მე ხვდი გამოყენებას უნდა დაიცალოს და გადააგდოთ. დაგენიძლებით ბევრი იქნებათ ისეთი, ვისაც მოგრჩათ სეზონის ბოლოს სპრეი. ბოლომდე ვერ გამოცავთ და უყურებთ ვადახუ არ აქვს გასული წელსაც უკვე გამოვიყენო. ხო ესეა. ვერგასოლის ხაზიდან კიდევ ფლუიდზე მკითხე. ეს ფლუიდი არის საკმაოდ ბევრი პარფიუმით და ეთერზეთით გეტყვით, პარფიუმი საკმაოდ მაღლა ინგრედიენტების სიაში. და ისე ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით არის, მთლიანად. დაცვას თავისუფლად შემოგთავაზებთ. უბრალოდ არ ვიცი რამდენად შემაწუხებელი სუნი აქვს და თქვენ რამდენად შეგაწუხებთ, ეს არ ვიცი, აი ფორთოხლის კანის და ლიმნის ზეთიდან და ციტრუსოვანი ზეთებიდან დაწყებული იმდენი ეთერზეთი აქვს შეგნით ჩაღრელი. მაგაზე იყავით ფრთხილად ეგ რამდენად არის კონკრეტულად თქვენი განისთვის. დაცვას რაც შეეხება, კარგი ფილტრები აქვს. შემდეგი იყო კოზარქსის მზისგან დამცავთან დაკავშირებით, ოღონდ ეს არის მათი ტონაპ მზისგან დამცავი მკითხეთ სპეციალურად. ანუ ეს ამ მზისგან დამცავი, რომელიც კანის ტონის კორექციას აკეთებს, ალოე ვერას ხაზიდან SPF 50+, PA 4+-ით არის ესეც შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა. ცოტა შორის ძველი და ახალი თაობის ქიმიური ფილტრების კომბინაციაა შიგნით. ჰომოსალეითი აქვს. კორეულ ბრენდებთან დიდი ხანი აღარ შემოგვიყვება. დანარჩენი ფილტრები კი ახალი თაობის ქიმიური ფილტრები, ერთი ჰომოსალეითი აქვს შიგნით. თუმცა ოქტოკრილენი არ არის, ჩემთან ოქტოკრილენი იწვევს ერთად წვას თვალების გარშემო, უნდა გაიტესტოს. მე მაგათი ახალი მზისგან დამცავი ბევრად უფრო მიყვარს. რომელიც გამოცალე, რომელიც ჩვენს შოპშიც გვაქვს, ანუ ალოე ვერას, ვიჩეიზელი და ჰიალურონით. მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით, შრატის ტექსტურით. ანუ თუ მაინდა მას ტონაპს არ ეძებთ, ანუ მათეთრებელი ეფექტით არ ეძებთ განზე, ეს ახალი ბევრად უფრო უკეთესია. არაჩვეულებრივი ინგრედიენტებით, არაჩვეულებრივი ტექსტურით ქრება განზე. ანუ ეს ცუდი არ არის. ნიაცინამიდით, ჰიალურონით, გლიცერინით, ალანდონით, ანუ ცუდი ინგრედიენტები ნამდვილად არ აქვს. უბრალოდ ის რო აქვს ბრენდს, ნუ მე ახლა შევადაროთ და ერთმანეთს, ხო? შემდეგი იყო ისის ფარმადან high protection fluid-ი. ხო, ეს ფლუიდი მახსოვს, ეს სხვათა შორის ორნაირი აქვს, ჩვეულებრივი ფლუიდით და შეფერილი ვერსიაც აქვს. ამიტომ კარგად დააკვირდით შეფუთვას, როცა ყიდულობთ, რომ არ შეგეშალოთ შემთხვევით და შეფერილი არ იყიდოთ. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, მთლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით და პლუს ტიტანიუმ დიოქსიდი აქვს შიგნით, ნანო ტიტანიუმ დიოქსიდი. ანუ რეალურად შერეულზე მივდიოთ, ანუ ეს ტიტანიუმ სავარაუდოდ შეფერილისთვის უფრო გამოადგებოდათ და შემდეგ ერთი ბაზისი აქვს და იქაც დატოვეთ და იქაც ისე სხვა ინგრედიენტებია, ძალიან კარგი აქვს. ტიტანიუმ დიოქსიდზე, თან ნანო, წესით არ იქნება პრობლემა, მაგრამ მაინც ოდნავ მონაცრის პრომოთეთ რო კვალი არ დატოვოს კანზე, ფრთხილად იყავით, თუ ოდნავ თქვა ავტორუჯით ხართ და ხან სეზონზე უფრო მუქი ტონი გაქვთ კანზე. ფრთხილად. არ მგონია ხა ნანო ტიტანიუმზე. არ მგონია, მაგრამ მაინც რო ვახსენო, რომ
კანის ტონს გააჩნია, შეიძლება ეგ საშიშროებაც იდგეს. ისე ძალიან კარგი ინგრედიენტები აქვს, შესაძლო გამახსენებლებს გარეშეა ფლუიდი, ზუსტად ამ სეზონისთვის არის ოდნავ ლაროშეს ფლუიდს მახსენებს მართალი რო გითხრათ. ლაროშეს ფლუიდი სხვა შეფერილი ჩვეულებრივი. ოდნავ მაგას გავს, საერთაშორის. ესე კარგი პროდუქტი ჩანს. შემდეგი იყო ოიცერინის oil control-ი, sun gel კრემი SPF 50. ეს როგორც ვიცი არის მათი matte ეფექტით, ანუ anti shine ეფექტით, ასე ვთქვათ, 12 საათამდე ვაცო წერია თვითონაც, არ ვიცი ხა ეგ ისეთი უნდა გაიტესტოს, მაგრამ ეს არის ცხიმიანი კომბო პრობლემური კანისთვის, ცხიმებს გააკონტროლებს, მძინვარე ეფექტს გააკონტროლებს, კი არის მის ამ ინგრედიენტებს წიაში უკვე მშრალი ალკოჰოლია, რაც ზუსტად მაგ ცხიმიანობას მოხსნის კანზე, ისე კლიენტ ახალთაობის ქიმიური ფილტრები, ნუ ვაიცერინსგან არც არის გასაკვირი ეგ ამბავი, ისე ეთერზეთების და პარფიუმის გარეშეა, თუ ალკოჰოლზე, ნუ თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, არ გექნებათ დიდად ალკოჰოლზე პრობლემა, პირიქით მოგეწონებათ და გამოგადგებათ კიდეს მზისგან დამცავებში, სხვა მეტი ისეთი არაფერი განსაკუთრებული არ არის. შიგნით ძალიან კარგი ახალთაობის ქიმიური ფილტრებია და კარგია. ცხიმების კონტროლი ამ სეზონზე პრობლემური განისთვის და ცხიმიანი განისთვის მზისგან დამცავში. მე ვენდობი ოიცერინის მზისგან დამცავებს მართალი რო გითხრათ, ისე როგორც ლაროშეს მზისგან დამცავებს. არ ვიცი, ევროპულ საფეიქრო ბრენდებს ნუ ხანდახან მანდაც ხდება ხოლმე სკანდალები, რა თქმა უნდა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, იმიტომ რომ კონტროლის მექანიზმია, ხო უნდა თუ არ უნდათ მაგათ სურვილებზე ნაკლებად არის დამოკიდებული, მოდი პატიოსნები ვიქნებით. კონტროლის სისტემა ევროკავშირში, ევროკომისიამდე გადაკონტროლებს ეგეთ რაღაცებს, რომ ნუ აქაც ხდება, რა თქმა უნდა, ყველგან ხდება. მაგრამ ნაკლებად. ასე ვთქვათ, ნაკლებად. შემდეგი იყო Aquaskin-ის მზისგან დამცავი. ეს ამთალი გითხრათ, არც ვიცოდი თუ იყო საქართველოში თუ არ გიყიდეთ, საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ან აფთიაქში თუ არის, ან სხვა შოპებს თუ აქვს საქართველოში, არ ვიცი მართალი გითხრათ, არც მინახავს დიდად რომ ვინმე საუბრობდეს ამ მზისგან დამცავების შესახებ, მაგრამ აზიური ბაზრიდან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კარგად ნაცნობი და კარგად გატესტილი მზისგან დამცავია სხვათა შორის. ეს აქვს 4 სხვადასხვა ვერსიაში. ეგ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რომელი ვერსია გინდა. რა არის თქვენთვის? მის შას ესენციებზეა დაახლოებით აქაც იგივე თემა არის, 4 სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა კანის ტიპისთვის, ყველა SPF 50-ია, ყველა PA++-ით არის. ტონაპს როცა ეხება საქმე, ანუ იცით რომ რაღაცა ისეც გულისხმობთ, რაც მათეთრებელი იქნება და ანუ მინერალური ფილტრებიც ექნება შეგნით და შეიძლება კომბინაცია იყოს მხოლოდ მინერალური არა, მაგრამ მაინც მაგ თეთრ ყველაზე გინდათ თუ არ გინდათ ეგ უნდა გადაწყვიტოთ და ესენი არის პარფიუმით და მშრალი ალკოჰოლით. ეს მზისგან დამცავი, მაგას მიაქციეთ ყურადღება, ეგ რამდენად არის თქვენთვის და რამდენად გრძნობიარე კანი გაქვთ და არ შეგაწუხებთ. ისე matte ეფექტით აქვს, glow ეფექტით აქვს, ალგამძლეც აქვს, როგორც მახსოვს და ნუ ტონაპ ვერსია. ნუ აზიურ მზისგან დამცავს ეს ტონაპ ვერსიები. ესეთ ძველ უფრო ტრადიციულ ბრენდებს, რომლებიც უფრო დიდი ხანი არიან ბაზარზე და მარტო დასავლური ბაზრისთვის არ ამზადებენ მზისგან დამცავს, არამედ აზიურ ბაზარზეც თვითონ ფართოდ არიან წარმოდგენილები და იქაც ყავთ თავიანთი მომხმარებლები. უმეტეს შემთხვევაში ყველას აქვს ეს ტონაპ მზისგან დამცავები, იმიტომ რომ აზიაში მოხსოვთ ეგ რა თქმა უნდა და მაგას როგორც მაკიაჟს რეალურად როგორც კუშონს ისე იყენებენ მაგ ტონაპით მზისგან დამცავებს. გავს ძალიან ეს მის შას ესენსიც ხაზი და მზისგან დამცავებს. მშრალი ალკოჰოლი პარფიუმი მაგას მიაქციეთ ყურადღება, ისე ფილტრები, ძალიან კარგი ფილტრები აქვთ შეგნით გამოყენებული და კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ თქვენთვის რა არის. Hawaiian Tropics მკითხეთ კიდე sheer touch ლოსიონზე, რომელიც მე როგორც ხვდები ეს სხეულის, რომელიც არის სიგულის ხმეთ. დაახლოებით იგივე ვერსია სახისთვისაც აქვს, ფამფის დასახურით, ოღონდ ის SPF 60-ია, თუ სწორად მახსოვს, ეს სხეულისთვის არის SPF 50. ანუ ეს მთლიანად არის მორგებული ამერიკულ ბაზარს. რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ძველი თაობის ქიმიური ფილტრებია შეგნით. აბებენზონი, ჰომოსალეიტი, ოქტოსალეიტი, ოქტოკრილინი მე არ მიყვარს ეს მზისგან დამცავი ფილტრები. ანუ სხვა თუ არ მექნება, კი ბატონო. მაგრამ ამერიკულ ბაზარზე ბოლოს ახალი ქიმიური ფილტრი დამტკიცდა 1999 წელს. წინა საუკუნეში არის. მათი მზისგან დამცავები არის წინა საუკუნეში. აი რომელ პერიოდზე გქონდა დიდი თეთრი ტონიანი კომპიუტერები რო არსებობდა. გახსოვთ? ანუ არ ვიცი კიდე როგორ ანუ smartphone რო არ იყო. smartphone არ არსებობდა. წარმოგიდგენიათ სად არიან მაგათი მზისგან დამცავი ფილტრები. ანუ ეს იმას კი არნიშნავს, რომ ეს ფილტრები ეფექტური არ არიან იმ მხრივ, რომ მზისგან დამცავი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. რა თქმა უნდა არა. 2025 წელს, 1999 წელს დამტკიცებული მზისგან დამცავი ფილტრი რატომ უნდა გამოვიანო? ხვდებით რა ვამბობ, ანუ თუ ხედავ, რომ ან იგივე ფასად, ან უფრო ბიუჯეტურად ჩემს ბაზარზე აქ მithumetes ევროპაში, ბევრად უკეთესი არჩევანი მაქვს. რატო ავირჩევ
მსგავსი ფილტრებით მზისგან დამცავს. ეხლა თუ ამერიკაში ვცხოვრობ და ონლაინ არ ვიწერ რაღაცებს და იქ აფთიაქში შევდივარ და იქ არის ოლდა იქნება ტარგეტი იქნება თუ იქ ვყიდულობ და ამერიკული წარმოების და ამერიკულ რეგულაციებს FDA-ის რეგულაციებს უნდა დაემორჩილოს ისეთი ბრენდების მზისგან დამცავს ვყიდულობ. რა თქმა უნდა ეხლა სადაც ცხოვრობ იქ ორი კუდი უნდა დაიხო ხო მაგრამ აი რატო ეხლა ლაროშე რო ყველაზე მკაც choices ბოლო ტესტში SPF 50-ზე SPF 72-ს მიწერს ესა შედეგებს და ეგ ფილტრები გარნიერს აქვს იმიტომ რომ ლაროშე და გარნიერი ორივე ლორეალს ეკუთვნის ეხლა დარწმუნებული გარნიერს და ამ ბრენდს ეხლა ევროები და დოლარები რო გადავიან შანსი საქართველოში ცოტა სვანაირად ან გარშევენ მაგ რაღაცებს მაგრამ ეხლა მე რო გამოვიწერო ან მოვიძებნო და ვიკითხო და DM-ში გარნიერის მზისგან დამცავს ფასს შევადარო არ მგონია ხა ესეთი სხვა და ვინახო რომ ვაიმე ეს ამ ბრენდის მზისგან დამცავი აღნიშნო ხდებით რომ ეს სხვაობა ამიტომ თუ რაღაცა გამოუვალ სიტუაციაში არ ჩავარდი მე არასდროს არ მომინდება ამ ბრენდის მზისგან დამცავების შეძენა შემდეგი მკითხეთ ვეშის Capital Soleil UVH Daily SPF 50+. ეს არის ფლუიდი ეს არის ანტიასაკობრივი SPF ფლუიდი 20 ევროა წერია მათ საიტზე ავიცი, პრინციპში ვიშის აფთიაქში ცეკვას ედება. 40 მილილიტრი მზისგან დამცავი 20 ევროდ. ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. აქ ეხლა ის თემა აქვს, რომ ვიშის ვულკანური თერმული წყალი 10% პრობიოტიკების კომპლექსი, 4% პეპტიდები, 2% ეს 2% ნიაცინამიდი რა ვიცი, მაგრამ ოკეი. 2% ნიაცინამიდი ამ რაღაცებსაც უსმევენ ხას, ანტიასაკობრივია, მაგრამ ანტიასაკობრივი კრემი თუ გინდა, კრემად გამოიყენე და მზისგან დამცავი ყველა ანტიასაკობრივია. კანს თუ იცავ, ესე იგი ანტიასაკობრივი პროდუქტია უკვე. მაგას ხა სპეციალურად ზედ დააწერო ანტიეიჯინგი არანაირად არ არის საჭირო. ესე მშრალი ალკოჰოლის და პარფიუმით არის. ფილტრები ვიში ლორეალს ეკუთვნის შესაბამისად ეს ლორეალის მექსორელი და მექსორელ XL და ეს ახალი თაობის ქიმიური ლორეალის გრუპის ფილტრები არის რა თქმა უნდა შინთან ფილტრები კარგი აქვთ ნამდვილად, სულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ ეს ანტიეიჯინგი და 2% ნიაცინამიდით დაგეკარგოთ არსაც თქვათ ხარ თქვენი 2% ნიაცინამიდით ხო ეხა მაგის გამო 20 ევროს არ გადავიხდი 40 მილილიტრი მზისგან დამცავს. Skin 104-ის მზისგან დამცავის შესახებ მკითხეთ და მაგაზე ბევრს არ გესაუბრებით ვიდეოს დაგილინკავთ ზუსტად წინა თუ იმის წინა კვირის ვიდეო იყო Skin 104-ის განხილვის ვიდეო. EarFit რომელიც არის შრატი ფავორიტია ნამდვილად გამომიყენებია დამცლია არაჩვეულებრივ მზისგან დამცავი ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით თეთრი კვალის გარეშე ძალიან კარგი მზისგან დამცავია და დეტალურად ვისაუბრეთ ზოგადად მაგ ბრენდის შესახებ განხილვის ვიდეო გქონდა სულ ცოტა ხნის წინ და თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ მაგას გირჩევთ Beauty of Joseon-ის მზისგან დამცავის შესახებ მკითხეთ არის მაგასი არაერთი შეფუთვა მოხდა ცლილი ორიგინალი ახალი Aquafresh-ი უფრო შრატის ტექსტურის და ეს ორიგინალი უფრო ბრინჯით რომელიც არის უფრო კრემოვანი ტექსტურით შრალი ნორმალური განსხვავების ორივე არაჩვეულებრივია ორივე კარგად გატესტილი მზისგან დამცავებია კორეული და ევროპული ლაბორატორიების მიერ და კარგი შედეგებით არის ორივე მზისგან დამცავი დიდი სიამოვნებით ვიყენებდი ორივეს Aquafresh-ს უფრო ზაფხულის სეზონისთვის გავწევდი რეკომენდაციას ორიგინალს პრობიოტიკებით და ბრინჯით უფრო ცივი სეზონისთვის კლასიკა კორეული ბაზრიდან ერთ-ერთი პირველი რომელმაც ფართოდ გამოიტანა ასე ვთქვათ კორეული მზისგან დამცავები დასავლურ ბაზარზე და ინარჩუნებს სხვათა შორის ლიდერობას მიუხედავად იმისა რომ დასმე ბევრი ძალიან მაგარი მზისგან დამცავი გავიცანით კიდე კორეული ეს იმას არნიშნავს რომ Beauty of Joseon თავის ადგილს კარგავს არაჩვეულებრივი მზისგან დამცავებია ერთიც და მეორეც. კარგით მეგობრებო დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო თუ გაქვთ კიდევ რომელიმე მზისგან დამცავები რომლებიც გაინტერესებთ სიამოვნებით შემიხმიანეთ კომენტარების სექციაში და შევეცდები რომ გიპასუხოთ. მადლობა ყველას ვინც ზუსტად მომწერეთ სახელებით და გვარებით მზისგან დამცავების გთხოვთ სტორიზე მახსოვს იმიტომ რომ ხშირად მწერენ ხოლმე რომ ნივიას მზისგან დამცავი ნივიას მილიონი მზისგან დამცავი რომელი ამიტომ ყველასთან მადლობა ვინც ზუსტად მომწერეთ მზისგან დამცავი სახელები რომ ჩემს მატევი და იული ყოფილიყო რომ მეპოვნა ეს პროდუქტები და საერთოდ მოხვედრილიყვნენ დღევანდელ ვიდეოში თუ სხვა მზისგან დამცავების შესახებ ვიდეოები გაინტერესებთ playlist დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეერჩეს თქვენს ნახვებზე დაყნობით და თუ დროგვაქვს შევონებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგაწევთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და ნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.